გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა ვისაუბრო ფსიქიატრიის დარგში სერიოზულ მოვლენაზე, ვინმე ირაკლი ტაბლიაშვილზე, რომელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის სახე და პრომო მამაკაცი. მე რომ ფსიქიატრი ყოფილიყავი, აუცილებლად დავინტერესდებოდი ტაბლიაშვილის ფენომენით და ქართველ ფსიქოლოგებს მოუწოდებდი და ვთხოვდი, რომ დაინტერესდნენ ირაკლი ტაბლიაშვილის ფენომენით. საკმაოდ საინტერესო საკვლევი მასალა გახლავთ ეს ადამიანი ფსიქიატრიის დარგში და იმ შემთხვევაში თუ კი ქართველი ფსიქიატრები ამ ფენომენით დაინტერესდებიან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზულ აღმოჩენას გააკეთებენ და გარღვევა იქნება ფსიქიატრიის დარგში და ახალ სიტყვას იტყვიან ამით ქართველი ფსიქიატრები აი ამ სფეროში. ეს კაცი ირაკლი ტაბლიაშვილი, აი ეს კაცი, რომელიც გახლავთ კეზერაშვილის ყურმოჭრილი თუ ყვერმოჭრილი მონამორჩილე კიდევ საკითხავია და ნაციონალური მოძრაობის სახე, აი ეს სახე გამოჭენდა დღეს თავის გადაცემაში და თავის მსმენელს უხსნის 29 წუთის განმავლობაში თუ როგორ გააყალბა ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. 29 წუთიან მარაზმს მე თქვენ რა თქმა უნდა ვერ გაყურებინებთ, მაგრამ ძალიან მოკლე მონაკვეთი ნახოთ ერთად და მერე გავაგრძელოთ თხრობა. არ გახსილა მე არ კვია. თითოეულ მათგანს ან ბევრ მათგანს დაუვარა სოციალურ ქსელებში ყველგან, ამასთან არა მხოლოდ Facebook-ზე, არამედ ადნაკლასნიკებიც ეკნებათ რუსეთში გასულ ქართველებს. კონტაქტი ეკნება თან სხვა სოციალური ქსელი. აღმოაჩინა მისმა სურსმა და მისმა კოორდინატორებმა, რომ ამ 9 მილიონიდან საქართველოში ჩამოსვლას არაპირებს 430,000 ამორჩეველი. 430,000 შევაქციოთ თუ გნებავთ გამხოთ თუ გნებავთ პროცესს და 215,000 ამორჩეველი. გასული რუსეთში, ჩელიაბინსკში, მოსკოვში, ომსკში, პეტერბურგში, მურმანსკში. ავიცი ხმელთმა უცხისად. თითოეულ მათგანს რასაკვირველია საკუთარი გვარსახელი აქვს. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ეს არანორმალური ადამიანი თავის მსმენელს არ წმუნებს იმაში, რომ თურმე ივანიშვილმა 500,000 ხმა, მერე არა, 500 არაო, 430-ო და მერე იყოს 215,000 ხმაო, გააყალბა ადნაკლასნიკებითო. პირადად ივანიშვილი იჯდაო და ადნაკლასნიკებში და კონტაქტში წერდაო მურმანსკშიო, ომსკშიო, ჩელიაბინსკში და პეტერბურგში ტიპებსო და ეკითხებოდა ჩამოდიხართ თუ არ ჩამოდიხართ საარჩევნოთო და ვინც არ უთხრაო არ ჩამოდივართო, მე მაგათი ხმები ვადგაო და დედოფლის წყაროში ჩაყარა ყუთებშიო და აი ესე გააყალბა ოცნება ხმებიო. აქ რა უნდა თქვა, მართლა არ ვიცი და მართლა ფსიქიატრებმა უნდა თქვან აქ თავისი სიტყვა, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე შემიძლია ტაბლიაშვილის ენაზე ვისაუბრო. აი ნახეთ რეალურად რა დღეშია ნაციონალური მოძრაობა და აი ეს კაცი ვინმე ირაკლი ტაბლიაშვილი გახლავთ სწორედ ეს კოლექტიური ნაცების სახე და აი ეს კოლექტიური ნაცები ყველა ერთად არიან აი ამ ტაბლიაშვილში განსახიერებული და აი ამ ტაბლიაშვილის პირით და სახით ღაღადებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და თუ გაინტერესებთ ვინმეს თუ რა დღეშია რეალურად ნაციონალური მოძრაობა, შეხედეთ ამ კაცს და აი ზუსტად მაგ დღეში არიან ნაცები, რა დღეშიც არის ეს კაცი ჩავარდნილი. რაღაცებს ზის და ანგარიშობს 700,000, 530 დარჩა 215 ან და ჯანდაბას იყოს 500 და რაღაც იგიჟეებს 8 თვე გავიდა არჩევნების შემდეგ და ამ 8 თვის განმავლობაში
ოპოზიციამ ვერც გაყალბების ფაქტები ვერ წარმოადგინა და ვერც მოსახლეობას ვერანაირად ვერ აუხსნა თუ როგორ გააყალბა არჩევნები ქართულმა ოცნებამ და აი დადგა დრო ნანატრი ჟამი სადაც ტაბლიაშვილი ხსნის თუ როგორ გააყალბა ოცნებამ არჩევნები და როგორც ტაბლიაშვილი ამტკიცებს თურმე პირადად ივანიშვილი იჯდა ადნაკლასნიკებში და ომსკში და მურმანსკში ვიღაცებს რაღაცებს წერდა და აი ასე გააყალბეს არჩევნები. აქ პირადად ტაბლიაშვილის მინდა მიმართო და პირადად ტაბლიაშვილის ენაზე უნდა ვილაპარაკო და მეც ცოტა უნდა ფანტაზიებში წავიდე. ვიფანტაზიორო. უნდა მივბაძო ტაბლოს, რომ მისთვის გასაგებად გამომივიდეს ნათქვამი. 4 ოქტომბერს ტაბლო მოფერებით ნაცები ტაბლოს ეძახიან და მეც აი ესე ტაბლოთი მიმართა. მოკლედ 4 ოქტომბერს ტაბლო თბილისის რკინიგზის სადგურიდან გადის მატარებელი თბილისი, ჩელიაბინსკი, ომსკი, მურმანსკი. შეიძლება შემოახტი ამ მატარებელს და ჩაირბინო ამ ჩელიაბინსკში, ომსკში და მურმანსკში და პირადად ნახო ის ადამიანები, ვისაც ივანიშვილი წერდა ადნაკლასნიკებში თუ ოდნოკლასნიკებში თუ კანტაქტრუში. პირადად შეხვდი ამ ადამიანებს ამ ქალაქებში, ეს ოდნოკლასნიკებში მიწერილი სკრინშოტები, სადაც ბიძინა კითხულობს და წერს რაღაცებს. დაასკრინშოტე ესენი, აი ეს მინაწერები და ისევ შემოახტი მე მატარებელს და ჩამოირბინე ისევ თბილისში და ჩამოიტანე აი ეს გაყალბების ფაქტები, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს შენი აი ეს ბოდვა. რომ ანახო საზოგადოებას ფაქტები, რომ ბიძინა ივანიშვილი ადნაკლასნიკებში წერდა ვიღაცებს ომსკში და მურმანსკში და ჩელიაბინსკში და აი ასე გააყალბა არჩევნები. მე პირადად ეჭვმეპარება, რომ შენ იქ ვინმეს შეხვდები და ფაქტების მაგივრად რო წახვიდე სამში გრძელი შეგრჩება ხელში. მაგრამ მე გაძლევ შენ პირობას, ტაბლო, რომ შენ თუ წახვა ამ ჩამოთვლილ ქალაქებში ამ ფაქტების მოსაძიებლად და თუ ვერ შეძლებ რომ მოიძიო აი ეს გაყალბების ფაქტები, როგორ აყალბებდა ივანიშვილი ადნაკლასნიკებით არჩევნებს, მე გპირდები შენ ტაბლო, რომ შენ ხელსარიელს მაინც არ დაგაბრუნებ საქართველოში და აი უკანა გზაზე რო იქნები ჩელიაბინსკის რკინიგზის სადგურში რო შემოხვა, აი იქ მე გპირდები, რომ შენ დაგახვედრებ ერთ ვაგონ პენისებს, აი შენაირ პენისებს, ოღონდ ცოტა პატარა ფორმის და ერთ ვაგონს ვერ შეძლებ რომ ჩამოიტანო, მაგრამ მე გაგიასნებ შენ აქედან, რომ იმ ერთი ვაგონი პენისებიდან ამ უარჩიო, აი რა ფორმის და ზომისაც მოგეწონება, გადმოილაგო, რავი, ჩემოდნებში, ხელჩანთებში თუ ზუგჩანთაში თუ სპორტულ ჩანთაში თუ დიპლომატში, რამდენსაც შეძლებ, აი იმდენი, რომ წამოიღო, რომ აქ შენ პატრონებს თუ თანამოაზრეებს თუ მონებს თუ მორჩილებს თუ ყმებს ჩამოუტანო, რომ ხელძარიელი რომ არ დაბრუნდე აი ამ ხელაგზიდან და ასე ძალიან რომ უყვარხარ ნაციონალურ მოძრაობას და მზედამთვარე რო ამოსდით შენზე და შენი დანახვა ყოველჯერზე ასე ძალიან რო ახარებს ნაცებს, აი ეგ შენნაირი პატარა პენისები, რომელსაც დაგახვედრებ ჩელიაბინსკის რკინიგზის სადგურში, საჩუქრად ჩამოუტანო შენ პატრონებს ნაცებს. მე ასევე ვიზრუნებ, რომ მაგნიტებზე იყოს ეგ პენისები, რომ მაცივარზე მიაკრონ ყველამ და აი ესე დილით ან საღამოს ან ჩაის დასალევად, ან ყავის დასალევად რო შევლენ სამზარეულოში, რომ ხშირად დაგინახონ ხოლმე, რომ ხშირად გახარებულები იყვნენ და გაუნათდეთ გონება და სული და გული. სხვა არ ვიცი რა უთხრა ამ კაცს, ან რა ენაზე უნდა ვილაპარაკო აი ესეთ გიჟებთან. აქ რაღაცებს ანგარიშობს სერიოზული სახით 750,000 გამოვაკლოთ 530,000 გავყოთ 2-ზე 215,000 მიმატებული 50,000 და რაღაცებს გიჟობს და ამ 500 და 700 და 1000 და ბოლოს ხელში შეგჭათ 3-ში გრძელი ტაბლო და რა ვიცი, აი
ესე დარჩით აი ამ სამში გრძელით ხელში დამშვენებულები შენც და შენი პატრონებიც. და იმიტომ არის რომ აი ამ რაღაცებს ბოდავ ეხლა და აი ომსკში 70,000 კაცი, მურმანსკში 512, პეტერბურგში 17, ყატარში 37. კარგით, სირცხვილია, რა დღეში ხართ. просто შეხედეთ თქვენ თავებს, რას გავხართ. თქვენსაცო დავებთ თქვენ. არ ვიცი სხვანაირად რა ვთქვა. სერიოზულად ამ კაცზე რანაირად უნდა ვილაპარაკო. ამიტომ შევეცადე რომ აი ტაბლიაშვილის ენაზე მელაპარაკა, მე ფანტაზიორა, მაგრამ ამ ფანტაზიებშიც ტაბლიაშვილზე რო ვლაპარაკობდი, აი რა პენისიც ტაბლიაშვილია, ის ერთი ვაგონი პენისები მომაგონდა და მეტი არაფერი და იმიტომ არის რომ კი ნამდვილად აი ეგა ხართ რა რაც ხართ და არ ვიცი სხვანაირად რა უნდა ვთქვა. მე მეწოდება ის ხალხი, ვინც ამ კაცს სერიოზულად ზის და უსმენს და უყურებს და რომ ვიღაცას რო ჯერა რომ მართლა ადნაკლასნიკებში წერდა ივანიშვილი და სუსის უფროსი ომსკში და მურმანსკში ვიღაცებს რომ თქვენი პირადი ნომერი მომწერეთო და აი დედოფლის წყაროში უნდა ჩაგაგდოთ ყუთებში. ვაი თქვენ პატრონს. არ ვიცი სხვა.